ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა, ინფორმაციას ავრცელებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 11 თვის საშუალო მაჩვენებელი კი განისაზღვრა 7.5%-ით. ზრდის მიმართულებები დაფიქსირდა ტრანსპორტის და დასაწყობების მიმართულებით, ასევე დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია გამოიკვეთა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო სატვირთო გადაზიდვების მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. ძირითადად ეს ეხება როგორც საგზაო, ისე საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებას და შესაბამისად გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან. გაზრდილია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება. უძრავი ქონების ოპერაციების სექტორს რაც შეეხება აქ და ძირითადად განაპირობა როგორც საკუთარი, ისე იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობების გაქირავებასთან და მის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების მოცულობის გაფართოებამ. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საქართველოში არის ძალიან მაღალი, 7.2% თვის და ხოლო 11 თვის საშუალო 7.5% ეკონომიკური ზრდის არის გამორჩეული რეგიონში ერთ-ერთი სამოქალაქო მსოფლიო მასშტაბით. საქართველო აგრძელებს ძლიერ განვითარებას, დარწმუნებულია, რომ 2026 წელი იქნება უფრო ძლიერი,